ეს არის შეიძლება ითქვას, მე მგონი ნინო, რომ ეს არის ისტორიული შეხვედრა, პირველი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ ზელენსკის. ამ შეხვედრის რაღაცა კონტურები არ ჩანდა, სადღაც 10 დღის წინ ხომ რაღაცნაირად თავს არიდებდა, დისტანცირებდა, რაღაც დიქტატორის წოდებაც გულისხმობდა, რომ რაღაცა თვალსაზრისით შესაძლოა ლეგიტიმაციის პრობლემა ჰქონდა ზელენსკის და თითქოს ამის გამო შეხვედრისგან რაღაც თავის არიდების კონტექსტიც ეს იყო, მაგრამ შეტრიალდა ძალიან სწრაფად ამბები, ტრამპს ეჩქარება შედეგების დადება და როგორც ჩანს, შედეგების დასადებად საჭირო გახდა ესეთი მანევრის ჩატარება. რა შეიძლება მოხდეს ახლა რთული სათქმელია შეიძლება პროგნოზი არ არის ხოლმე ესეთი საქმე რომელიც თლათ პოზიტიური შეიძლება იყოს პროგნოზის გამკეთებლისთვის ვინმე შეიძლება გამართლეს შეიძლება არა მაგრამ მაინც რა ხდება ახლა ამ დახურულ კარს ჩვენ მე ვფიქრობ რომ პროგნოზებისგან შეგვიძლია თავი შევიკავოთ და ამოვიდეთ იქიდან რა საჯარო განცხადებები გაკეთა და რა შეიძლება ვივარაუდოთ რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დევს. და მართავს ვწანებთ გარდა იმისა რომ მართლაც აბსოლუტურად ისტორიული დღეა და ისტორიულ პროცესში ვიმყოფებით, იმიტომ რომ ამ შეხვედრაზე იქნება დიდწილად დამოკიდებული როდის და რა ფორმით დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი და რა დროს გამოიკვეთება, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური კონტურები, რომელიც მათ შორის ჩვენთვის ძალიან გამსაზღვრელი იქნება. ნინო, აი რა ჩანს გასაგებია პრეზიდენტ ზელენსკის ინტერესი, რასაც ის დეკლარირებს და ხმამაღლა ამბობს, არის უსაფრთხოების იმგვარი გარანტიები, რომ დროებით ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავდეს რუსეთის იმგვარ გაძლიერებას, რომ ვთქვათ, შემდეგ ეს დამაზიანებელი აღმოჩნდეს უკრაინისთვის და თავდაცვა დროებითი ცეცხლის შეწყვეტა უკრაინისთვის არ ნიშნავს გაჩერებას. ის ითხოვს ამ პროცესში გაძლიერებას დახმარების ალბათ კიდევ მეტად გაძლიერებას, იმიტომ რომ მას სჭირდება თავდაცვის რაღაცა კიდევ სარტყელის ასე ვთქვათ ზრდა და მატება და ფინანსურადაც ესე იგი ამ მართლობით ვერ ვიმუშაობა. რა შეიძლება იყოს ახლა ზელენსკისთვის ის მინიმუმი, რაც შეიძლება გამოიტანოს აქედან? ზელენსკი და მათ შორის ევროპა ამ შეხვედრიდან ითხოვენ იმას, რომ თავდაპირველი ეგრეთ წოდებული ფისტილი, რომელიც გაჟღერდა საწყის ეტაპზე ვაშინგტონიდან, ის პრინციპში დღის წესრიგიდან იმ ფორმით უნდა მოიხსნას და შესაბამისად მოხსნილია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკვე ითქვა, რომ სანქციების რეჟიმი რუსეთის წინააღმდეგ მინიმუმ 1 წელი კიდევ შენარჩუნდება. უსაფრთხოების გარანტიები მანამდე ვიდრე საუბარი დაიწყება ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე, იმიტომ რომ აქეთ მხარეს ყველას ვისაც რუსეთთან და ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობები ქონია, მათ იციან რომ მასთან არამხოლოდ ზეპირსიტყვიერი შეთანხმება არ არის შედეგის მომტანი, არამედ წერილობითი შეთანხმებებიც, რომელიც საერთაშორისო მედიაციით შემდგარა, მოსკოვი უბრალოდ მის უგულებელყოფას ახდენს. უახლესი მაგალითი არის ამისი საქართველო, 5-პუნქტიანი შეთანხმება, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, უბრალოდ არ სრულდება მას შემდეგ და მას შემდეგ არა თუ გადაიხედა რუსეთის იმპერიული პოლიტიკა, არამედ ის გაგრძელდა, გამწვავდა და ცხელი ომის ფაზაში გადავიდა და მუქარისტონი კიდევ უფრო გაძლიერებულია, რომ ევროპის წინააღმდეგაც გაილაშქრებს. ამიტომ ცხადია რომ არ კმარა, ვერ დაიწყება მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტით, არამედ ცეცხლის შეწყვეტას წინ უნდა უძღვოდეს უკვე შეთანხმების პაკეტი, რომელიც გულისხმობს პირველ რიგში უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის, უსაფრთხოების გარანტიებს შესაბამისად ევროპისთვის, უსაფრთხოების გარანტიებში მოიაზრება არამხოლოდ ვთქვათ, პარალელურ რეჟიმში რუსეთის არ გაძლიერება, არამედ თუ ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს იმაზე, რომ ნატო არ არის უკრაინისთვის გაწევრიანების ოფცია, მაშინ მისი იდენტური უზრუნველყოფის მექანიზმები უნდა შემუშავდეს, ალტერნატიული მექანიზმები, რომელიც უკრაინას შესაძლებლობას მისცემს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე ფიზიკურად უსაფრთხოდ მივიდეს, შემდგომ შეძლოს ამ ვალდებულებების თავის თავზე აღება და შემდგომ გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა. ეს არის თუ არა ზუსტად ის შემთხვევა, როცა შეიძლება თქვას, რომ თუ კი ეს იქნება ძლიერად წარმოდგენილი ხომ ამ პაკეტში დახმარება თავის შეერაღებით და ხანგრძლივი დაფინანსებით, რომ ნატო შეიძლება მართლაც არ იყოს თვითმიზანი ამ შემთხვევაში. თუ ანალოგიური
შესაძლებლობა შენ ხელთ იქნება როგორც სახელმწიფო შეიძლება ნატო აღარს დაგჭირდეს ხო? მეტად თუ კი იქ იქნება ჩადებული პირობა რომ რუსეთის მხრიდან ცეცხლის განახლების შემთხვევაში იქ ერთვება ვთქვათ რაღაცა ტიპის რესურსი პროცესში. აი, რამდენად ახლა კიდევ ერთი კითხვა არსებობს. რახან ტრამპი იცვლის პოზიციონი მანევრირებს ხშირად და მისი გუნდიც ამბობს, რომ უპირველესი აქ ამერიკის ინტერესია და მეტი არაფერი. რამდენად შეიძლება რომ კიდევ ერთხელ ჩვენ რაღაცა ვინერვიულოთ იმაზე, რომ ტრამპი შეცვლის პოზიციებს. დაზღვეულები ცხადი არ ვართ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პროცესი ნელ-ნელა მიდის იმ მიმართულებით, რომ ვაშინგტონის ახალ ადმინისტრაციაში ცნობიერება დგება იმისა, რომ ამ ომის შეწყვეტა და შეჩერება არის ანუ ცდება მხოლოდ ვთქვათ სახალხო პოპულისტურ დანაპირებს, არამედ პირდაპირ კავშირშია ევროპის უსაფრთხოებასთან და მათ შორის პირდაპირ პრობლემებს უქმნის ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუ ეს მოლაპარაკებები არ წარიმართება უკრაინის სასარგებლოდ. ცხადია რომ მოლაპარაკებებში რაღაც ფორმით ყველა მხარე მეტნაკლებად კმაყოფილი უნდა გამოვიდეს, სხვანაირად მოლაპარაკება ვერ შედგება. მაგრამ აქ იმდენად გამოკვეთილია პოზიციები და იმდენად გამოკვეთილია რომ არის უკრაინა არის მსხვერპლი და ამას მიანიშნებს ის რომ თქვათ რაღაც ტიპის რიტორიკული უკანდახევაც მოხდა ტრამპის პოზიციიდან და იმდენად არაპროპორციულად დიდი ძალა აძლიერებს ახლა რუსეთს თუ დასავლეთმა ის პოლიტიკა არ შეინარჩუნა რომელიც აქამდე იყო მაშინ ეს მოლაპარაკებები განწირულია და არა მხოლოდ ეს მოლაპარაკებებია განწირული, არამედ რა შედეგიც ამ მოლაპარაკებებმა უნდა მოიტანოს, ის შედეგი ფიზიკურად არ დადგება. ეს არის ტრამპის თავარი დანაპირება, კი ბატონო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ცნობიერება ცალსახად შემდგარი ფაქტია დღეს ვაშინგტონში. ამას მოწმობს თავად ფაქტი, რომ დღეს ეს შეხვედრა შედგა და თქვენ მართლაც ვწანებდით, რომ ეს შეხვედრა შესაძლოა საერთოდ არ შემდგარიყო, იმიტომ რომ თუ მე დიქტატორად მივიჩნევ, თუ მე მივიჩნევ იმ ადამიანს არალეგიტიმურად, მაშინ მას მოლაპარაკების ლეგიტიმაციაც არ გააჩნია, ეს პოზიცია შეიცვალა. ჩვენ ვნახეთ დიპლომატიური ჟესტი, რომ ის თავად დახვდა პრეზიდენტ ზელენსკის. შეიძლებოდა არ დახვედროდა? შეიძლებოდა რომ მაგალითად მარკო რუბიო დახვედროდა, შეეცილებინა პრეზიდენტამდე. კი, მას შეეძლო დიპლომატიური ენა თუ ტონი რაღაცნაირად დაეწია და პერსონალურად არ დახვედროდა, ამას ფორმას იცნობს დიპლომატიური ურთიერთობების პროტოკოლი. ენთუზიაზმით ხდება ტრამპი ამ პროცესში. ფაქტია რომ ის რაღაცნაირად ლიდერშიპს პერსონალურად იღებს ამ პროცესში და ზელენსკისაც აჩვენა რომ მე რაღაცნაირად თავიდან ნიადაგი მოვსინჯე და ახლა მზად ვარ რომ დავილაპარაკოთ, მით უმეტეს რომ შენი მხრიდან მზაობა ამ რაღაც მინერალების დილზე ერთად ვისაუბროთ. საინტერესო იქნება პრესკონფერენცია უკვე 10 საათზე, ჩვენ შევთავაზებთ, ჩვენ გქონდა მოლოდინი რომ ბრიფინგი იქნებოდა, მოკლე შესაძლოა შესვლის წინ პატარა განცხადებები, მოკლე, მაგრამ ეს არ მოხდა. მადლობა უთხრეს შეკრებილ ჟურნალისტებს, რომლებმაც დასვეს რამდენიმე კითხვა შესვლის წინ, მაგრამ პასუხები ამ კითხვებს არ გაეცა, როგორც ჩანს, ყველაფერი დეტალურად იქნება, როგორც იშვიათ მინერალებზე შეთანხმების დეტალები, ასევე უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობა, უკრაინის ფონდთან დაკავშირებითაც მსჯელობა უკვე იქნება, უკვე პრესკონფერენციაზე 10-ზე, ფორმულაზე აუცილებლად გექნებათ ამ პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერი. მადლობა უთხრათ ნინო კალანდაძეს საინტერესო საუბრისთვის.